ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თვითმმართველობის არჩევნები იქნება შედეგი იმისა, რომ საქართველო გავწყინდება. ტელეარხი 25-21 წლისა 1991 წლის 15 ივნის ბათუმში დაწყებული მაუწყებლობით საფუძველი ჩაეყარა დამოუკიდებელ ტელეკომპანიას, რომელიც რეგიონში თავისუფალი სიტყვის ოაზისად იქცა. არაერთი დაბრკოლების მიუხედავად 25 არხი დღემდე აგრძელებს თავიდანვე არჩეულ კურსს და მაყურებელს აწვდის ობიექტურ და მიუკერძოებელ ინფორმაციას. მაქვს პატივი ეს დღე მივულოცო ტელეკომპანიის ყველა ახლანდელ და ყოფილ თანამშრომლებს და ვუსურვო მათ წარმატებები პირად და პროფესიულ საქმიანობაში. ტელეარხი 25 დღეს იუბილარია. 21 წლის წინ არხმა მუშაობა საქენერგო შენობაში დაიწყო და მას შემდეგ 4 მისამართი გამოიცვალა. მოგვივიდა ეს იდეა ჩემ მეგობრების და კლასელებიც ვართ, როდესაც საუბრობდით, იმ დროისთვის იყო ინოვაცია უშუალოდ ტელევიზიის შექმნა და ფიქრობდით პირველ რიგში აზრი ჰქონდა, რომ გაგვიკეთებია კაბელური ტელევიზია, მაგრამ შეიცვალა ჩვენი გეგმები და გადავწყვიტეთ ტელევიზიის გახსნა. ტელევიზიას ამ ეტაპზე 42 თანამშრომელი ქმნის, მათ ბევრი რამ აქვთ გასახსენებელი. პირველ რიგში ტელევიზიის დაბადების დღე მინდა მიულოცოთ იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენთან უმუშავია ამ ხის განმავლობაში და იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენთან უნდა მუშაობა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ოაზისი, თავისუფლების კუნძული, დემოკრატიისა და მიუკერძოებლობის ოაზისი მართლაც, იმიტომ რომ ამდენი პრობლემის მიუხედავად, რაც ყველა მიცის თემა საზოგადოება ტელეარხი 25-მა მოახერხა შეენარჩუნებინა ეს იმიჯი და მე მიხარია, რომ ამაში თითოეულ ჩვენგან ძალიან დიდი წვლილი მიგვიწვის. ტელევიზიის თანამშრომელთა საშუალო ასაკი 30 წელია. უჩვეულო ენთუზიაზმიც ალბათ ამით აიხსნება. ყველას მაინც ტელევიზიის სიყვარული აერთიანებს და წინა დღის დაღლილობაც უკვალოდ ქრება. ოჯახივით ვართ, ეს შეუძლია თამამად რო ვთქვათ, ერთი ოჯახანუ ერთს რო უჭერს და სიტყვაზე რაღაცას რო ვერ აკეთებს, მოსხვევი ვეხმარებით რომ ეს გავაკეთოთ და დროში მოვაცოთ და ასე შემდეგ, ანუ შეხმატკულებულად მუშაობთ. მაგალითად დღის ერთსა და იმავე დროს ყველა გადაღება, ყველა ჩართვა ერთსა და იმავე დროს აეწყობა ხოლმე. ამ დროს უნდა შემოიხედოთ ცალი თვალით რა ხდება ნიუსრუმში, იმიტომ რომ ყველა ერთად დარბის, ყველა ერთად ღრიალებს, ყველა ერთად წერს, მემონტაჟეები, ოპერატორები, თავქუდმოგლეჯილები დავბივართ, მაგრამ თავარი არის, რომ ცხრის ნახევარზე წამყვანი შევაგდოთ პირდაპირ ეთერში და ცხრის ნახევარზე მოკლედ ყველას ერთგვარით ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ დამშვიდებულია, პრობლემა აღარ არის. სამაუწყებლო ბადეში ახლახან ახალი გადაცემა მედიცინის საათი გაჩნდა. გადაცემის წამყვანი ფიქრობს, რომ მისთვის ეს ახალი საფეხურია და დარწმუნებულია, რომ გადაცემა მაყურებლისთვის სასარგებლო იქნება. ერთ-ერთი ახალი გადაცემა, რომელიც სულ ახლახანს ჩაერთო TV25-ის სამაუწყებლო ბადეში, არის მედიცინის საათი, რომლის წამყვანიც მე გახლავართ. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან საინტერესო გადაცემა და მოსწონთ მაყურებელს, ამაზე მეტყოლებს თვითონ ზარები, აქტიურობა, რომელიც თქვათ გადაცემის ფლოებისას მოქალაქეებიდან მოდის. თავისთავად ტრადიციული ჯაბას დიალოგი არის უცვლელი მაყურებლებისთვის, რომელსაც ძალიან მრავალი წელია, 10 წელია თუ უფრო მეტი კიდევ ჯაბა თავის მაყურებელს თავაზობს. ვფიქრობ, რომ ეს განაპირობებს არხის პოპულარულობას და მე მინდა მიულოცო ყოველ თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ თანამშრომელს, ყოფილს, მოქმედს. ამ წლების განმავლობაში ტელეარხი 25 ფინანსური და პოლიტიკური ზეწოლის მიუხედავად ახერხებდა დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, ამბობს არხის დირექტორი. გია სურმანიძე ახალი სატელევიზიო სეზონიდან მაყურებელს სიახლეებს პირდება. სექტემბრიდან ვფიქრობთ განვაახლოთ დამატებით ტოქ-შოუს დიალოგის სტუდია. პლუს ამას უკვე ველოდებით ახალ ტექნიკას და ანუ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით რაღაც ნაწილი ტექნიკა უკვე შეძენილი გვაქვს და ნაწილს კიდევ ველოდებით და სექტემბრიდან უკვე ციფრულ მაუწყებლობაში ვიქნებით და ანუ რაც სჭირდება ციფრულ მაუწყებლობას ამ მოთხოვნას ყველანაირად დავაკმაყოფილებთ. არხი პირველად ეთერში 1993 წელს გავიდა. შესაბამისად, ამ არხის წარმატება ყველა იმ ადამიანის დამსახურებაა, ვინც სხვადასხვა დროს 25 არხზე მუშაობდა.